ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი წერილი გახდა ცნობილი გლდანის ციხიდან, მათ შორის ჩვენს ეთერშიც რამდენიმე დღის წინ ბორის ჩელეყუროა ადვოკატი საუბრობდა იმის თაობაზე, თუ რა პირობებში არიან გლდანის ციხეში პატიმრები და კონკრეტულად კვებასთან დაკავშირებით იყო უმძიმესი წერილი, რომელსაც ჩელეყუროა კითხულობდა ჩვენს ეთერში და მე მინდა რომ პენტენციური სამსახურის პასუხი წაგიკითხოთ, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა ბოლო 16 საათში. მოკლედ პენტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ორი განცხადება და გამოეხმაურა ფორმულას და TV პირველის ეთერში გასულ ამ ინფორმაციას საპატიმროებში არსებული რთული პირობების შესახებ ერთი ეხებოდა ჯანდაცვის მომსახურებას და პენტენციური სამსახური ამტკიცებს რომ ამ ხრივ ყველაფერი წესრიგშია და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მოთხოვნების შესაბამისად ხდებაო პატიმრების სამედიცინო მომსახურება და ასევე კვებასთან დაკავშირებით იყო საუბარი რომ საკვების ხარისხი არასათანადო კვების შესახებ არისო მორიგი სიცრუის კამპანიის გავრცელება და პენტენციურ სისტემაში ბრალდებულების მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდებაო. რა ხდება გლდანის ციხეში? ამაზე ყველაზე კარგად მოგვიყვება გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი, სინდისის ყოფილი პატიმარი ნიკა კაცია, რომელიც ახლა ჩვენი სტუდიის სტუმარია. ნიკა, მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მადლობა მოწვევისთვის. სულ მიხარია. მეც მიხარია ყოველთვის და ბოდიში რომ ისევ ასეთ მძიმე თემაზე უნდა გალაპარაკოთ, მაგრამ თქვენ რამდენიმე წერილიც გქონდათ გლდანის ციხიდან გამოქვეყნებული, რაც ხო, და აი ეს კი ბატონო, მინდა რომ ესეც წავუკითხოთ მაყურებელს და კიდევ ერთხელ უთხრათ იტყუება თუ არა პენტენციური სამსახური. ხო, აი ახლა კითხულობდი პენტენციური განცხადებას და არ ვიცი რიგით მე რამდენი განცხადება, მაგრამ აი მართლა უშესავლოდ ყოველგვარი რევენანსების გარეშე ვამბობ, რომ აი ასეთ ბოდვას, ტყუილს მართლა შეეშვან და მართალი ადამიანი თავს ასე არ იმართლებს და თუ რაიმეს იცავენ და რაიმეს ისე აკეთებენ როგორც წესი და რიგია, მაშინ ჩვენ კი არ უნდა დაგველოდონ, როცა ჩვენ გავავრცელებთ ჩვენს აზრს, ჩვენ გავავრცელებთ წერილებს და უშუალოდ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, ანუ თუ მათ ასე მაღალი სტანდარტით ჩაატარეს ის მთელი პროცედურები, რაც საკვების ხარისხს, არ ვიცი, რაოდენობას, ასორტიმენტს და სხვადასხვა კიდე რაღაცას ეხება, მაშინ რატომ არ განაცხადეს მანამდე, რატო არ გაავრცელეს ეს განცხადება და რატომ არ აცნობეს საზოგადოებას, რომ ესოდენ კარგად და კვალიფიციურად მუშაობენ. აუცილებლად ვიტყვი ამას ყოველთვის ყველგან და ვიდრე გამაჩნია ბგერა და ხმა, სულ დავადასტურებ, რომ აი ეს ბოდვა, ეს ტყუილი უნდა დაასრულონ ერთი და მეორე, როგორც ინსტიტუციას რო შეხედონ და როგორც სისტემის ერთ-ერთ ფრთას ტოვოს საკუთარ თავს, უბრალოდ სირცხვილია. ზუსტად აი ამ განცხადებებით ხვდებით ადამიანები, რომ არც კვალიფიციურები არიან, არც საქმეს აკეთებენ და უბრალოდ არ ემსახურებიან იმას, რასაც უნდა ემსახურონ, საქმეს არ აკეთებენ. რაც შეეხება უშუალოდ ბარემ ვიტყვი, რადგან დავიწყე, დღეს ვითვლიდი მინიმუმ ორი ვიპოვე საჯარო განცხადება, რომელიც დანომრილია მეორეთი და მესამეთი და მანამდე იყო კიდევ პირველი, რომელიც ჩემმა ძმამ გაავრცელა სოციალური მედიის საშუალებით და მე ჩემმა კოლეგებმა რა თქმა უნდა ამცნეთ მთელ ქვეყანას და არა მხოლოდ. მე იყო მეოთხეც, იყო მეხუთეც, უბრალოდ მიმოფანტულია და ყველა ერთად ვერ ვიპოვე, მაგრამ სპეციალურად ჩავხედა შინაარსს და ყველა საჯარო, ასე ვთქვათ, საჩივარში ერთსა და იმავეზე ვსაუბრობ. ანუ ვსაუბრობ იმაზე, რომ საკვები უხარისხოა, ვსაუბრობ იმაზე, რომ მაგალითად ლობიოში არის კენჭები, ვსაუბრობ იმაზე, რომ პური არის ძველი და ეს ოღონდ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მე რომ არ დაგწამონ რაღაც სუბიექტურობა, მე სულ ორი კორპუსი გამოვიცვალე უსამართლო ტყვეობის დროს. ერთი იყო ე-კორპუსი, რომელზეც თავიდან ვიყავი დაახლოებით ერთი თვე, ვიდრე გამომაგდებდნენ ისევ თავიანთი ეს მოსყიდული პატიმრები, რომლებიც როგორც პატიმრები ასე გაგვაცნეს, მაგრამ ყველა მიცის, რომ ისინი სისტემასთან თანამშრომლობენ და იქ მე ძველი პური არ მინახავს. ანუ რეალურად პრაქტიკულად 9 თვიდან პირველი ერთი თვე მე ძველი პური უბრალოდ აი სათქმელადაც კი რომ მეთქვა რომ აი რა არის ეს ძველი პური არ მინახავს და დე-კორპუსზე მე მივხვდით იმისა რომ პურის მომხმარებელი არ ვარ, საკანში ვიყავით 4 ადამიანი და ნუ რაღაცნაირად ისე ემთხოვდა რომ სარკმელთან ვიყავი ხოლმე და მით უმეტეს სინდისის პატიმრებთან როცა ვიყავი, ვერ ვეტყოდი ახლა ადამიანს რომ მოდი თქვენ გამოვართვით პური თქო და რამდენჯერაც ხელი შევახე პურს, იმდენჯერ იყო ძველი. ოღონდ როგორი ძველი იცი, აი დაობებამდე რომ მაქსიმუმ 1 საათი უკლია და სულ ამას
ვამბობდი რომ აი როგორ შეიძლება რომ ჯერ საერთოდ ვინ უნდა მოვატყუო და რატო უნდა მოვატყუო და მით უმეტეს პატიმრობის კი არა ტყვეობის პირობებში და მით უმეტეს ქართველ ადამიანს პულს უბრალოდ ვერ მოვატყუებ ანუ აი ძველ პულზე ვერ ეტყვი რომ ახალია ისე როგორც მაგალითად აი გაცხელებულ ხაჭაპურზე ვერ ეტყვი რომ ახალი ანუ ცომთან ურთიერთობა ვიცით რომ გვაქვს ცოტა ისე ტრაგიზმამდე გვიყვარს ამის შემჩნევას რა უნდა ახალია ძველია ხარისხი და მით უმეტეს ახლა რაც შეეხება უშუალოდ ასორტიმენტს ეს პულზე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ და დავწერე კიდეც დავპოსტა გუშინ გვიან იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში 1000 ამბავმა გადაფარა ჩემი ნიუსფიდი და აი პირდაპირ მივმართავ პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ამოიღეთ მათ შორის იუსტიციის მინისტრსაც იმიტომ რომ მის კონტროლ ქვეშ არის რა თქმა უნდა ეს ფრთა ამოიღეთ ჩემი ჩანაწერები მიმართეთ იმ ადამიანებს რომლებიც წარმოადგენენ პერსონალს და ყველა ის განცხადება ყველა ის პრეტენზია რომელსაც მე მარტო ჩემს ძმას კი არ უგზავნიდი ანუ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოველთვის ხაზს უსვამდი და შეგწყვეთ აი იმ ტყუილის ტირაჟირება რომელსაც ტირაჟირებთ იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ ჯერჯერობით მობილურები არ აგიკრძალავთ და მე მგონი ვერც აკრძალავთ და მინიმუმ ერთი მობილურით ვიზამთ იმდენს რომ ყველას გავაგებინებთ რა პირობებია იქ და მე კიდევ ერთხელ ვამბობ როცა ვსაუბრობდი პირობებზე მათ შორის კვებაზე მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ რომ აქვე ვიტყვი ჩემს თანამესაკნეს რომელიც არ იყო სინდისის პატიმარი კბილი სტყიოდა და ჭირდებოდა მოკლედ სტომატოლოგიური მომსახურება ანუ რო ჩაეწერა სტომატოლოგთან ისე გავიდა საკნიდან ანუ 5 თვის მერე რომ ვერ მოხვდა სტომატოლოგთან და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა და მე სულ ვამბობდი რომ თუ რაიმეს ვითხოვ იმას რაც ისედაც გვეკუთვნის კანონით და პლუს ვითხოვ მხოლოდ სინდისის პატიმრებისთვის კი არა წითელ ხალიჩას და განათებას რომელსაც სტუდიაში ვიყავი მიჩვეული არა ბატონო ვითხოვ იმას რომ ყველა ადამიანს ვინც არის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ჰქონდეს ის რაც კანონის გზით და კანონიერად ისედაც ეკუთვნის ხო ნამდვილად და კვება მართლა კატასტროფას ყვებოდა ჩელე წინა გადაცემაში ისეთი წერილი მოწერა პატიმარმა და გამოატანა უпростоრად საკნიდან რა კატასტროფა საჭმევენ და მეორეა ჯანდაცვა რაც აი მართლა წარმოუდგენელია ისეთებს ყვებიან პატიმრები და რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და მხოლოდ ერთადერთი რაც არის ძალიან ბევრი ყვება რომ მხოლოდ გამაყუჩებელი რაც შეიძლება შესთავაზოს იქაურმა სისტემა როცა პენიტენციური სამსახური ისიც ხანდახან იმიტომ რომ მე მქონდა ესეთი რომ აი იმ სკანერში ძალით რომ მიშვებდნენ როცა არ მაძლევდნენ საშუალებას ამერჩია და უშუალოდ შევსულიყავი სკანერში თუ და უშუალოდ ზედაპირულად და სხვადასხვა დეტექტორი შეემოწმებინათ და ის ნუ რაღაცნაირად ესე დაემთხვა ჩემ შემთხვევაში ასე იყო რომ მტკივდებოდა თავი და მახსოვს რამდენი იმიტომ რომ მე არ მოვიხმარ ზოგადად მედიკამენტებს და რაღაცნაირად ისეთი ცუდი დამოკიდებულება მაქვს მოკლედ და მარტო ციტრამონი იყო ის რაც მინდოდა არ მინდოდა ძალიან ძლიერი დაუშვათ და აი ეს ელემენტარული 20 თეთრიანი ციტრამონი რო ციტრამონია ისიც კი პრობლემა იყო აქ არ არის სხვა საჭიროებებზე და მე ხშირად ყოფილა რომ გამიგია დაუშვათ სხვა საკნიდან ადამიანის ასე ვთქვათ აი არ ვიცი წუწუნი კი არა ჩხუბი იმაზე რომ ადამიანებო მკვდები ანუ მტკივა ანუ რა არ ვიცი სახელმწიფოს ხო მაგრამ ზუსტად ვიცი ვიზეთ ვსაუბრობ და ვიცი ის იმიტომ რომ რამდენჯერ მქონდა ეს საჭიროება და აი ასე დროს მე სულ გახსენდება მსგავსი განცხადებები და უნდა ითქვას თამარ აუცილებლად ისიც რომ აი ყველაფერზე პრობლემაა აი ჩვენ როცა ვსაუბრობთ მარტო იმაზე კი არა დღეს ახობაძეს უსმენდი რაღაც აი ხანდახან თუ გაგიმართლებდაო და კატლეტშიო აი რაღაც თქვა ზვალს თუ არ წარწყდებოდიო ძალიან იგივე ქათამი როგორც მოქონდათ იგივე მე აქ ვახსენებ ცოტა უკეთესი ხარისხის ნარჩენებიანი კადრეტით მე იყო აქ თქვენთან თქვი მე მგონი ეთერში იყო ესეთი წყლის წვნიანი ანუ წყლის სუპი ეგრეთ წოდებული რომელსაც არავინ არ ჭამს კომბოსტოს ჩაშიშული რომელიც მაგალითად ვერ ხვდები ისედაც ახლა ხო ვიცით ამა თუ იმ პროდუქტს როგორი სურნელი აქვს და დაუშვათ როგორი არომატი ანუ არა აი ყარდა პირდაპირ გაგებით ყარდა და თვითონ ის ადამიანები ვისაც მოქონდათ ეს საკვები კართან ამბობდნენ რომ აი ერთი სული გვაქვს როდის გავალთ იმიტომ რომ ანუ ისინიც კი ხვდებოდნენ რაშიც იყო საქმე იგივე დღეს ვეუბნებოდი დედაჩემს რომ აი რატო შეიძლება კვერცხს ჰქონდეს აი ცარცივით აი თქვილივით ცვიოდეს რაღაცა მასა და გამოვხედა და ჩემო ძალიან ისეთ დაღურემელი სახე და ალბათო ნიკავა არ ეცხა ანუ წარმოიდგინე კვერცხი რომ იხარშება რადონის ბინძური კვერცხია იქ ჩაგდებული რომ წყლიდან ამოღების მერეც როცა გაშრება ესე ფქვილივით ცვიოდა ის მტვერი თუ რაც ხა აი ეს პირობები არის ის რასაც რეალურად ყვებიან იქ მყოფი ადამიანები და პენიტენციური სამსახური ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს ნიკა რჩება ჩვენთან და მარიკა არევაძე მინდა შემოვიყვანოთ ეთერში ადვოკატი და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი მარიკას ასევე ძალიან ბევრ სინდისის პატიმართან აქვს უშუალოდ შეხება მან იცის მათი მდგომარეობის შესახებ მარიკა მოგესალმებით
მადლობა თქვენ ჩართვისთვის და მარიკა პენტენციური სამსახურის გამოხმაურება ერთია ის რასაც ნიკა ყვება სტუდიაში თუ სხვა პატიმრები იმ მდგომარეობის შესახებ რაც არის სხვადასხვა დაწესებულებაში და განსაკუთრებით გლდანთან დაკავშირებით არის აი ასეთი პრეტენზიები ეს არის მეორე აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენ იმ პატიმრებისგან სინდისის პატიმრები ვინც ახლაც არიან სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებსა თუ იზოლატორებში აი რა არის მთავარი ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე ძირითადი პრობლემა რაც იკვეთება მათგან და რაზეც გთხოვენ რომ გაახმოვანოთ მოგესალმებით თამარ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ეს საკითხები რომელიც თქვენ წამოჭერით და რომელიც უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი იმ წერილებიდან გამომდინარე რაც უშუალოდ სინდისის პატიმრების მხრიდან გაჟღერდა და მოგვეწოდა და ეს არის მართლა სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ სამართლებრივ მიმართულებას რომ მივყვეთ ხო სამართლებრივი თვალსაზრისით პენტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირი ანუ ნებისმიერი პატიმარი სარგებლობს ზუსტად იგივე უფლებებით როგორც რითაც სარგებლობს გარეთ, ანუ თავისუფლებაზე მყოფი ადამიანი, ხო, მასაც აქვს უფლება ჯანდაცვაზე და ჯანდაცვის ისეთ სერვისზე, როგორც ხელმისაწვდომია, ასე ვთქვათ, არსებული სტანდარტების შესაბამისად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კვების საკითხები არის წამოწეული და კვების კუთხით ჯანსაღი კვება იქნეს უზრუნველყოფილი. ამასთან დაკავშირებით ფორმალურად ეს წესები თითქოს დაცული აქვს, იმიტომ რომ შესაბამისი შესყიდვები ხორციელდება და ამ შესაბამისი შესყიდვების ფარგლებში არა მარტო დამნაშავეა ის, ვინც ამზადებს ახლა და ესეთ უმძიმეს საკვები, ანუ რო არ იჭმევა ისეთ საკვებზია ხო საუბარი შედის აქვს პენტენციურ დაწესებულებაში არამედ ის მწარმოებელი თუ ის პირი სუბიექტი რომელსაც მიაქვს ზოგადად პროდუქტი ამ დაწესებულებამდე ანუ აქ ძალიან ბევრი პირის პასუხისგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს და არა მხოლოდ იმ უშუალოდ იმ კონკრეტული დაწესებულების რაღაც ერთგვარი ჯაჭვია მარიკა და ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი თანხა არის გამოყოფილი როგორც ჯანდაცვისთვის ასევე პატიმრების კვებისთვის ხო თუმცა ქართული ოცნების პირობებში და იმ კორუფციის მაჩვენებლების პირობებში, რასაც თავადვე აღიარებენ, უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, ან კრიტიკული მედია, თავადვე ამბობენ, რა ტიპის კორუფცია შეიძლება, რომ ისევ აქ მივდივართ რაღაც ტიპის კორუფციულ სქემებთან, როდესაც ეს ფული, ნუ ფაქტია, რომ არ მიდის ადრესატებამდე, ხო? კი, ზუსტად თამარა ეს მინდოდა ამ მიმართულებით მინდოდა მეც ყურადღების გამახვილება რომ ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად თავად ოცნების მხრიდანვე კორუფციის უდიდეს ასე ვთქვათ შემთხვევებს და ძალიან მოცულობით თანხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ რომ ეს იყო ხელისუფლება და დღეს უკვე რეჟიმს წარმოადგენს რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჯარი ძარცვა ფაქტობრივად ხომ იმიტომ რომ ჯარს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევები თავადვე გამოაქვეყნეს ეს არის პარტია და ძალა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ინფრასტრუქტურა ძარცვა და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა ჩააგდო უმძიმესი საფრთხის წინაშე, ხო, ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის, ანუ გზებზე დავდივართ, ხო? და რა გასაკვირია, რომ ეს ის ძალაა, რომელიც პატიმრებზე დამატებით, ასე ვთქვათ, ამ თავისუფლება აღკვეთილ პირებზე, რომლებსაც ისედაც არ აქვთ, ხო, მარტივი ვითარება, ასევე მათ ძარცვავს და მათ ფარგლებში აკეთებს თანხას. ამიტომ კი ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ სწორედ კორუფციის შედეგი იყოს ის, რაც დღეს ხდება ციხეებში და ის, რაც მოვისმინეთ ჩვენ არაერთი პატიმრისგან და როდესაც არაერთი პატიმარი ამაზე საუბრობს, ესე იგი იქ არის პრობლემა, იქ რეალური პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი შეფასება, შესწავლა და გამოსწორება პირველ რიგში და ამასთან დაკავშირებით ხომ სამწუხაროდ უკვე მეორედ მიწევს ამ ინსტიტუციის ამ კონტექსტში წამოწევა, მაგრამ ჩემი და თქვენი საუბარი არ უნდა უწევდეს ამას, ისე უნდა იყოს უკვე შესული სახალხო დამცველის აპარატი ამ დაწესებულებებში და უნდა გქონდეს რეაგირება მოხდენილი, დასკვნა მომზადებული რეკომენდაციები გაცემული, მაგრამ მე არ მსმენია, შეიძლება მე არ მინახავს უბრალოდ ხო, მაგრამ მე არ მსმენია, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს იყო. და ერთი მთავარი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა თამარ მომცემთ დროს
ჩვენ საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაზე, ანუ ოცნებაზე, ხო, რომელიც 2012 წელს სწორედ ციხეში არსებული, ასე ვთქვათ, პრობლემების გაფუქების ფარგლებში რაღაცა კადრები, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მაშინ და მათ შორის ჩემზე მოახდინა, ხო, ეს გავლენა და ესე იგი ჩვენ საუბრობთ სწორედ ამ ძალაზე, რომელმაც ციხეში არსებული მდგომარეობა გამოიყენა, გააფუქა სიტუაცია და ფაქტობრივად მიიტაცა ძალაუფლება დღევანდელი გადასახედიდან უკვე ხო მაშინ ქონდა ის მხარდაჭერა დღეს არ აქვს ეს მხარდაჭერა ხო და სწორედ ეს ძალა დღეს ჩვენ ხედავთ როგორ ძიმედ და არახუმანურად ეპყრობა ციხეებში პატიმრებს ხო როგორ ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით მოსული ძალა როგორ არღვევს ყოველდღიურად ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადამიანის უფლებებს იმიტომ რომ ჩვენ ყავს არაერთი ნაცამი ადამიანი ნაწამები ადამიანი აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო პასუხისგებაში მიცემული ადამიანები მათ შორის დღეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა ანასტასია ჯაფარის და მეორედ გაუშვა რეჟიმმა უკვე პატიმრობაში 4 დღიან პატიმრობაში ანუ ყველაფერი ის რასაც ვითომ და თავიდან ქადაგებდნენ იმის საპირისპირო საკეთებენ დღესდღეობით თავად არიან ადამიანის უფლებების მასიური და სისტემური დარღვევები ყველაფერი აუცილებლად დასრულდება ცვლილებით დიდი მადლობა მარიკა მადლობა მარიკა არევაძეს ვემშვიდობებით და ბოლოს ნიკა თქვენ მინდა რომ აი დასკვნის სახით გითხრათ ეხლა მარიკაც ამბობდა რომ ეს არის ხელისუფლებაო რომელიც ციხის კადრებით და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაშიო და აი სადამდე მივიდა კი ბატონო და ხშირად რაღაც ისეთი ნიშნის მოგებით საუბრობენ ხოლმე და რატომღაც აგრესია შეეპარებათ ხოლმე და სულ ამბობ და მეც იგივეს უბრუნებ რომ კი ბატონო 2012 წელს ვინც აღშფოთით გვახსოვს მე პირადად ფეხი მქონდა ოპერაციები და ორი ყავარჯნით ციხესთან ვაპროტესტებდი სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და აი ამ ყველაფრის შემდეგ ოღონდ 2012 იყო მაშინ 2025 ახლა და აიღეთ ტელეფონი და გამოვაკელით მინიმუმ მოახდინეთ კალკულაცია და მიხვდებით რამდენი წლის მერე მდგომარეობაზე არის საუბარი და ვიტყვი აუცილებლად მარიკა შეეხოდა ხაზ გაუსვა ამას რომ არც ისია რომ დაუშვათ სახალხო დამცველის აპარატმა ვიცით რომ თავად ბატონი იოსელიანს ხანდახან ეძინება ხანდახან ამთქნარებს მაგრამ იქ მუშაობენ აპარატში კვალიფიციური კადრები რომლებიც საკმაოდ ხშირად შემოდიოდნენ და ყოველ შემოსვლაზე ბოლო პუნქტი აუცილებლად ეხებოდა ჯანდაცვას აუცილებლად ეხებოდა საკვებს და იმ მდგომარეობას რომელიც სამზარეულოსთან არის კავშირში აქვე უბრალოდ ძალიან მოკლედ ვიტყვი ვისარგებლებ შემთხვევით და ის მაღაზია საიდანაც პატიმარი ყიდულობს დაუშვათ სხვადასხვა პროდუქტს ესეც უნდა ითქვას რომ აი ეს რაღაც გაუგებარი ექსპრეს ქსელი რომელიც მე არსად არ მინახავს გარეთ ანუ თავისუფლებაზე ყოფნის დროს იქაც ყველაფერი არის რუსული ანუ აი მართლა ვინ რა ნაგავს სთავაზობს ვის კი არა და ანუ ისედაც თავისუფლება აღკვეთილ ადამიანებს ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აუცილებლად იმიტომ რომ მე პირდაპირ ვიტყვი არა რეკლამისთვის ანუ არ მივირთმევ დაუშვათ კონკრეტულად ჩუდოს მოჭიქული ხაჭოს კვერს პირობითად ვამბობ იმიტომ რომ არის საშინლად უხარისხო და შეფუთვაზეც ეთყობა და სხვა არჩევანი არ გაქვს და იმ დანარჩენ საკითხებთან ერთად კიდევ ერთხელ ვამბობ 33 მილიონია დაახლოებით როგორც მკვლევარები ამბობენ ანუ გუშინაც თქვი თქვენს ეთერში არ აისახება ეს მენიუზე ანუ რეალურად პრობლემა მარტო ის კი არ არის რომ ვიღაცამ პროდუქტები ვერ დაალაგა და ვერ შეადგინა კარგი მენიუ ზუსტად მანდ არის რომ 33 მილიონი თუ არის იქ ძველი კვერცხის და კატლეტში ძვლის პრობლემა არ უნდა იყოს. ნამდვილად დიდი მადლობა ნიკა ესეც ყველაფერი იმის გაგრძელებაა რა ვითარებაც არის დღეს ქვეყანაში და ვინც მართავს ამ ქვეყანას მადლობა ნიკა კაციას